მოგესალმები და მოხარული ვარ რომ ხედავ ჩემთან სტუმრად. მეც ძალიან მოხარული ვარ, დარწმუნებული ვარ, რასაც გრძნობთ, ეს არის ხოლმე სასიამოვნო განცდა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი ხართ ჟურნალისტიკაში, ალბათ როგორც პირველი თქვენი ეთერი, ყოველ შემთხვევაში მინდა გამოვიცნო, არ ვიცი რა ზუსტად, იგივე დაახლოებით განცდას განცდა დაგეუფოთ და გრძნობა. ჩემი აზრით 20 წლიანი პაუზის შემდეგ ყავდაბრუნდე საზოგადოების წინაშე თავარ ერთ-ერთ არღზე ჟურნალისტად არის დიდი პატივი და გილოცა და წარმატებები და მნიშვნელოვანი წელიწადია ჩემი აზრით, როგორც არასოდეს საჭიროება არის ჩვენს ქვეყანაში ყველა ჟურნალისტი, ვინც კი მაღალი დობით სარგებლობს, იყოს ეთერში. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. დიდი მადლობა. დაახლოებით იმას გრძნობ, რასაც თქვენი გრძნობ, როდესაც აი ამ სამკაულს მოგხსნიან. როდესაც ჩვენ ბოლოჯერ შევხვდით ეთერში და ეს იყო რამდენიმე წლის წინ, ანუ 4 წლის წინ, მაშინ ამ სამკაულის გარეშე იყავით ნიკა. როგორ ეგუები მაგას? სიმართლე გითხრათ, მივეჩვიე, შევეჩვიე, ერთადერთი ვცდილობ ზოგჯერ იძლევა პერანგის შესაძლებლობას, რომ დავმალო ეს სამაჯური, ზოგი პერანგი არ იძლევა შესაძლებლობას, ამ პერანგმა არ მოცა ამის შესაძლებლობა, ერთადერთი თავიდან მქონდა კომპლექსი სამაჯურის, რასაც ალბათ ციხემძღვანელა ხელისუფლება, როდესაც ეს სამაჯური მე გამეკეთა ხელზე, დამცირება ჰქონდა ჩაფიქრებული. ჩემი ალბათ მასიმათე გითხრათ, ამ გადმოსახედიდან მე პირიქით ხვდები, რომ თუ ვინმე დაიმსია თავი არის ხელისუფლება, იმიტომ რომ ამ სამაჯურს არანაირი დატვირთვა არ აქვს, ანუ არ აქვს GPS-ი, ანუ ჩემს გადაადგილებას ვერ აკონტროლებენ, ანუ მე ხა ვარ ანუ მე სწორად დავარქვი, ესე იგი უბრალოდ სამკაულია. რა მოლოდინი გაქვს? აი გაქვს, ქონდა იმის მოლოდინი, რომ ირაკლი ოქროაშვილის გათავისუფლების შემდეგ შესაძლოა შენთვისაც მოიხსნათ ეს სამაჯური? იცით რა, სამაჯური როგორც ასეთი ჩათვალეთ, რომ შეზღუდვას აღარ მიწესებს მე წესით და რიგით უნდა იგულისხმებოდეს, რომ ეს არის შეზღუდვა დაწესებული, მაგრამ ნუ აღარც პროკურატურა მაწუხებს, აღარც ინტერესდება სად ვარ, სახლში ვარ, არ ვარ სახლში, თბილისში ვარ, ქუთაისში ვარ, გორში ვარ, სხვა ქალაქებში მე გადავადგილდები და არასოდეს არ დაინტერესებულა. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. მაშინ, როდესაც მანამდე ერთხელ მახსოვს მე ტელეკომპანია კავკასიაში ბატონ თქვენ კოლეგასთან ბატონ დათვალ ქუბარდიასთან მივედი სტუმრად, უბრალოდ დავურეკე და ვთხოვე პროკურატურას, რომ საქმის ჩავაყენე, მივდივარ სტუმრად ბატონ დათვალ ქუბარდიას და გადაცემაში და ამიგრძალეს წასვლა. მაგრამ მიუხედავად აკრძალვისა წავედი, ამას მოყვა ჩემი დაბარება პროკურატურაში. ახლა საერთოდ არ მაკონტროლებენ, თითქოს არც გაეკეთებიათ ჩემთვის თითქოს თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე ხარ. კარგი, მოდი ახლა სხვა თემებზეც რომ გადავიდეთ, ძალიან ბევრია სასაუბრო, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრეთ წინაკვირაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო პარლამენტში. პირველ რიგში სანამ გარკვეულ დეტალებს შევეხებით აი მისი გამოსვლის და რა თქმა უნდა იმ დებატების რომელსაც ჰქონდა ადგილი პარლამენტში, მაინტერესებს შენი აზრი, ვინ მოიგო ეს დებატები? როგორი შთაბეჭდილება დაგჭა? ვინ დარჩა გამარჯვებული? აი ამ აექრობით, მოდი ესე ვთქვათ. ნანო პირველად გამიშთა სურვილი ყოფილიყავი პარლამენტში. ეს სურვილი აქამდე არ მქონია. სურვილი მქონდა ნამდვილად ყოფილიყავი მონაწილე, ან ჩემი ფრაქციის გვერდით ყოფილიყავი და ასევე სხვა ოპოზიციონერი კოლეგების გვერდით ყოფილიყავი. რატომ? რამე კითხვა დარჩა, რომელიც არ გაჟღერდა, გინდოდა რაიმე კითხვის დასმა? დაბნეული, გაღიზიანებული ბატონი გახარია ვიხილე, აგრესიული, რომელსაც აქვს თავის საფუძველი, რატომაც არის თავდაჯერებული თავის თავში დარწმუნებული ადამიანი, მით უმეტეს, როდესაც პრემიერ-მინისტრის ასე თქვა სავარძოში ხარ, ასე არ ლაპარაკობ, ასე არ იქცევი და უბრალოდ მინდოდა გამეძლიერებინა. მასტერ კლასიო, ესე შეაფასა. ხო, იცით რა არის? საკუთარმა თანაგუნდელებმა ესე შეაფასეს და რა დაუწუნეთ, რა არ მოგეწონათ თქვენ? პირველ რიგში დამოკიდებულება, იმიტომ რომ ბატონი გახარია არ ამგონია ვერ ხვდებოდეს, როდესაც პარლამენტში იკავებს მაღალ ტრიბუნას, ის პირველ რიგში ესაუბრება საზოგადოებას. და არა მხოლოდ იქ ცალკეულ დეპუტატებს პარლამენტში ოპოზიციური პარტიებიდან და ხალხი ნამდვილად არის აბსოლუტურად სხვა რეალობაში, ვიდრე ბატონი გახარია ცდილობდა რომ წარმოვეჩინა. გახარია ვის ესაუბრებოდა? თქვენი შტაბეჭდილება როგორია? ანუ ესაუბრებოდა დეპუტატებს თუ ვინმე სხვას? სხვა გამოსავალი არ ქონდა, გარდა იმისა, რომ ყოფილიყო აგრესიული და გარდა იმისა, ყოფილიყო გაღიზიანებული. ამის საფუძველი მას აქვს.
მან ჩემზე კარგად იცის და ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე კარგად იცის ის რეალობა, რომელიც არის ქვეყანაში, მაგრამ ამ რეალობას ხო ვერ აღიარებს. ამ რეალობას იგი თვალს არ უსწორებს. ამ რეალობას მან თვალი რომ გაუსწოროს, ასეთ შემთხვევაში იგი ვეღარ იქნება მილიარდერის წარმომადგენელი. დიახაც, მე არ მინდა და თავზე ვიკავებ ყოველთვის შეურაცხყოფისგან და არც ახალ ვცდილობ, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ არის შეურაცხყოფა, როდესაც ბატონ გახარიას მე არ უწოდებ პრემიერ-მინისტრს. ბატონი გახარია ბრძანდება მილიარდერი ადამიანის და ვინ არის ადამიანი ყველგან მისი წარმომადგენელი. ეს წარმომადგენელი დღეს არის უბრალოდ ფორმალურად პრემიერ-მინისტრი ნომინალურად, ხო? მაგრამ ხვალდაზე შეიძლება იყოს მისი წარმომადგენელი, არ ვიცი, რომელიმე არ ვიცი, საზოგადოებრივ ქვეყანაში და ჩაბარდება ბიძინა ივანიშვილის გარკვეული აქტივისტვის თვალის მიდევნება. რაც არ უნდა უწოდოთ თქვენ ბატონ ნიკა. არა, თუ იცი რა გიორგი გახარიას მიუხედავად ამისა მე მაინც მაინტერესებს. ვერ გასცა კითხვებს პასუხი. არის ხო მათი ბრძოლა და ძირითადად ყოველ შემთხვევაში მისი პირველი გამოსვლის მთელი ლაიტმოტივი იყო სწორედ COVID-19-თან ბრძოლის ეფექტურობა. ვერ ებრძოლეს. არის ხო ეს ბრძოლა ეფექტური ეს მაინტერესებს. შენ გჯერა იმისა რომ ვიყავი ეფექტური როდესაც შენ გჯერა იმისა რომ ვიყავი წარმატებული განსაკუთრებით ვირუსთან ბრძოლის ფაზებში, ხო, სხვადასხვა ფაზებში. როდესაც შენ გჯერა რომ ხარ წარმატებული მთავრობის ნომერ პირველი პირი აღმასრულებელი ხელისუფლებისა, ხო? მინიმუმ არ უნდა იყო გინების პირას მისული, ხო? არც კორექტული იყო მისი გამოსვლა, არც ასე ვთქვათ პოლიტიკურად გაწონასწორებული გზავნილები ქონდა, იყო შეურაცხყოფელი, აგრესიული, დაბნეული, გამღიზანებული. რატო? იმიტომ რომ ხალხი ხდება უკვე რეალობას და ეს რეალობა არის მძიმე სამწუხაროდ პირველ რიგში ხალხისთვის და შემდეგ ხელისუფლებისთვის. ჩვენ მოგვეცა მათ შორის მე რაც კომენტატის საათი გავუხდა, შესაძლებლობა სხვადასხვა ქალაქებში გავსულიყავით როგორც იქნება. კი, ამას წინათ იმყოფებოდი დუშეთში თუ არა. დიახ, დუშეთშიც, იქ ლაგოდეხშიც ვიყავით თეცხეთაში რამოდენიმე სხვადასხვა ქალაქში. იმაზე მძიმე მდგომარეობა მე პირადად დამხვდა, ვიდრე შეიძლება მეფიქრა რომ არის. და ეს ნიშნავს, რომ თუ კი იყო ღარიბი ადამიანი, გახდა ღატაკი. და ელემენტარულად ყოველდღიური საჩვენებელი აღარ აქვს ადამიანს. 2.700.000 ადამიანი არის დაპირების მიღმა დარჩენილი ბატონი გახარიას მხრიდან, ანუ ის არც კი ესაუბრება 2.700.000 ადამიანს და ის 2.700.000 ადამიანი, ნუ კარგით, 2.700.000 ადამიანი ვერ შეხედავდა იმ დღეს საპარლამენტო სტომას, ხო? მაგრამ ნუ დიდი ნაწილი ხო შეხედავდა, ან ერთმანეთს გადასცემდნენ მე. ამაზე კარგი ჩარჯული ვიდრე ხალხი არის დღეს არ არსებობს. ჩემის აზრით ზოგჯერ ოპოზიციას დუმილიც კი გუმართებს იმის დასაწმუნებლად, ანუ ხალხის დასაწმუნებლად და ხელისუფლებას. სრულიად სხვა რეალობაზე ლაპარაკობს ამ შემთხვევაში მართველი გუნდი. არ გამოგვდის, იმიტომ რომ ჩვენ გვიწევს საუბარი არა იმაზე, რომ გახარია ცუდია და ივანიშვილი არის მომხეჭველობით დაკავებული და დგას ფარცხალაძეებზე, მურუსიძეებზე და ასე შემდეგ, ხო? ეს ძალიან კარგად ჩვენ უნდა ვისაუბროთ და რამდენადაც გამოგვდის, ვცდილობთ ვისაუბროთ მომავალზე. ამ ეტაპზე ვცდილობთ რომ ანტიკრიზისის უგეგმაზე გვესაუბრა. თუმცა საზოგადოება ნათლად ხედავს, როდესაც დახმარება გეგმებზე მინდა ვისაუბროთ, ნიკა. 4 თვე გავიდა ეკა და არანაირი სახის დახმარება არ მიუღია არცეთ ოჯახს და იმ დღეს თქვა გუშინ, ხო? როგორ არ მიუღია ხალხს დახმარება? უკვე 200 ლარიანი დახმარებები, აი 1200 ლარის შემადგენლობა ჩაერიცხა ძალიან ბევრ ხალხს. 72.000 ადამიანს თუ ავწდები 840.000 თვითდასაქმებულიდან 72.000 ადამიანს ესაუბრება. თქვენ აკრიტიკებთ მათ ანტიკრიზისულ გეგმას, ისინი ასევე აკრიტიკებენ თქვენს ეკონომიკურ გეგმას, დახმარების პროგრამას, რომელიც წარადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ და რომელმაც ძალიან დიდი კრიტიკის საგანი გახდა სწორედ პრემიერ-მინისტრის მხრიდან და უწოდა რომ ეს არის არარეალისტური გეგმა და ეს არის შეუსრულებადი წინასაარჩევნო დაპირება. ნიკა და პოპულისტური რითი ჯობია ეს გეგმა და რამდენად რეალურია მართლა ბატონი გახარია ალბათ წლების წინ რო ყოფილიყო ავი საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი ნებისმიერ სფეროში ზუსტად ისეთი პოზიცია ექნებოდა როგორც აქვს დღეს ჩვენს მიმართ ამ შემთხვევაში და არა მარტო ჩვენ ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებს, ყველა ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებს, ვისაც რაიმე სახის ინიციატივა აქვს და ყველას ეძახი, ყველას გეგმას უძახის და უწოდებს უტოპიურს და ქიმერას.
ეხლა არც 11 პენსიის გაზრდისაც ჯეროდა ალბათ ბატონ გახარიას, რომელიც მოხერხდა ხო ამ ქვეყანაში. არც ბიუჯეტის მაგალითად 10-ჯერ გაზრდა, არც ეკონომიკის 4-ჯერ გაზრდა და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ბატონი გახარია რომ აკრიტიკებს ხელისუფლება, ეს ოპოზიციას, ეს არის ძალიან ასე თქვათ, როგორ გითხრათ, პროზაული უკვე ჩემთვის უბრალოდ მიკვეს, რატომ არის ესეთი აღშფოთებული. თან უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საუბრობს, რომ ქართულ ოცნებას 45% გონია თუმცა რეიტინგი და უახლოესი მდევარი, ვინც კი არის მეორე ადგილზე, იმას აქვს მხოლოდ 12% და სხვები კიდე სადღაც ქვესკანში ჩაუშვა, ხო? ბიჭო, თუ 5-ჯერ მეტი გაქვს რეიტინგი, თუ სადღაცაც საში დაფრინავ შენი წარმატებები, რატომ ნერვიულობ, რატომ გვეჩხუბები? რატომ საერთოდ საუბრობ ოპოზიციაზე? იწყებენ და ამთავრებენ საუბრობ ოპოზიციაზე. რატომ? იმიტომ რომ ნერვიულობენ და კიდევ უფრო გამძაფრდება მათი ნერვიულობა. ოპოზიციური პარტიები ანუ მოიგებს ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიცია მოიგებს ამარჩევნებს ნიკა? პირველ რიგში მინდა ვთქვა სიმართლე, რასაც ვზნობ. ქართული ოცნება წააგებს არჩევნებს. ჩვენი ვალია რომ ხალხს შევთავაზოთ ქმედითი გეგმების სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ნაციონალურ მოძრაობამ წააგო 2012 წელს არჩევნები, მოდი თქვა და არა ქართულმა ოცნებამ მოიგო, ხო? და ასე ხდება პოლიტიკაში, ხა წარმატებული რო ყოფილიყო ბოლომდე ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ამისათვის საჭიროა რომ ხალხს ალტერნატივად შევთავაზოთ, ხო, ალტერნატიული გეგმები. როდესაც საუბრობთ ამ ალტერნატიულ გეგმებზე და ეს არის ძალიან ქმედითი გეგმა, სხვადასხვა იქნება ანტიკრიზისული და პოსტკრიზისული, ჩვენი თუ სხვა პარტიის. ეს ანერვიულებს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ამ გეგმებს აქვს საზოგადოებრივი ხარდაჭერა. რატომ ნერვიულობს? თუ ჩვენ კლოვნები ვართ, თუ ჩვენ მასხარები ვართ, თუ ჩვენ არ ვიცი ვაზუიადებთ ყველაფერს, რატომ ნერვიულობს ბატონი გახარია? ეს აღნიშნე რომ ქართული ოცნება წააგებს არჩევნებსო, თუმცა არ გითხოვს დაზუსტებით რომ გაერთიანებული ოპოზიცია ნამდვილად მოიგებს არჩევნებს. მე მაინტერესებს რა არის თქვენთვის გამარჯვების ფორმულა, რითი დააჯერებთ ამ მომრჩეველს, რომ თუნდაც ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის აი ამ გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენელი ნაწილი, იქნება განსხვავებული ძალა, რომელიც ქვეყანას მართავს არა ისე, როგორც მართავდა იმ გასული წლების განმავლობაში. როგორ დააჯერებთ ამ მომრჩეველს? საზოგადოება ძალიან კაფეოდ დაინახა რა. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ცხოვრები ადამიანისა გეტყოდა, რომ იყო რაღაც ეტაპამდე კმაყოფილი, მას შემდეგ იყო უკმაყოფილო და ამის შემდეგ ნუ გადაწყვიტა რომ ხმა მეეცა ქართული ოცნებისთვის რატომ? იმიტომ რომ წარმატება სადაც იყო ნაციონალური მოძრაობის ხელში, ის წარმატება გაგრძელებულიყო და გაღვივებულიყო და წარუმატებლობა რბილად რო ვთქვათ, ის აღმოფხრილიყო. მივიღეთ რა, მივიღეთ საპირისპირო სრულად. მივიღეთ 800,000 ადამიანი ამ ქვეყნიდან გაქცეული, საცეული რისგან, შიმშილისგან. მართლა ასეთი მდგომარეობაა, ხო, თავიდან გახსოვთ თქვენ, როდესაც ვასახელებდით რაოდენობას, რომ მილიარდელი ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში 800,000 ადამიანმა ქვეყანა დატოვა, გვეწინააღმდეგებოდნენ, ხო? ისერეოვნებით 2015-2016, ეხა აღიარებენ, თავად აღიარებენ, ხო? რატომ? იმიტომ რომ გაეცენ უპერსპექტივობას. ხო, მაგრამ მე სხვა კითხვა დავსვი, ნიკა. მივდივარ, ამ ხალხმა დაინახა, რომ 48,000 სამუშაო ადგილით გაიზარდა ქვეყანაში ბიუროკრატია. უბრალოდ ბიუროკრატია გაიზარდა 48,000. წარმოგიდგენიათ 2013-2019 წლამდე ეს მხოლოდ შტატით ვინც არის გაფორმებული. შტატგარეშეთ ვინც ყავს გაფორმებული, ვინც არის აიპებში, სიპებში გაფორმებული, კაცი შვილმა არ იცის. იქ არის დარწმუნებული ვარ სამჯერ უფრო მეტი რაოდენობის ადამიანი. გავიგე, მე მაინტერესებს თქვენ როგორ დაარწმუნებთ ამ მომრჩეველს, რომ თქვენ იქნებით განსხვავებული ძალა და არა ისეთი, როგორიც იყავით აი 9 წლის განმავლობაში. ნაციონალური მოძრაობა დიახაც დაარწმუნებს საზოგადოებას იმაში, რომ ვიქნებით ზუსტად ისეთივე და კიდევ უფრო ეფექტურები, იქ სადაც ვიყავით ეფექტურები და ამ ეფექტს ყველა აღიარებს, თავად ბიძინა ივანიშვილიც კი ვერ უარყოფს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ბუნებრივია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაარწმუნოს საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებმაც ბოლო პერიოდში ჩვენი მმართველობისა, ხომ, და ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ ზოგი შეგვაქციეს ჩვენ და ობიექტური მიზეზების გამო. ნაწილი ამ
ასე თქვათ ამორჩევლებისა ჩვენ დავიბრუნეთ. კარგად, თვითონ პოლიტიკა რა არის? პოლიტიკა არის დარწმუნება. მე უნდა მოვიდე თქვენთან ხალხოვნებად და დაგარწმუნოთ, რომ შემიძლია ყველაზე ეფექტურად და ყველაზე ქმედითად ვიყო ხელისუფლებაში. კი, მაგრამ ერთი ფაქტორიც არის და აუცილებლად უნდა გკითხოთ ეგ ფაქტორი. ყოველი არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გათამაშება, როგორც რაღაცა გარკვეული საფრთხის, რომ აი ის დაბრუნდება, ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება, სააკაშვილი დაბრუნდება და ეს რაღაცა განსაკუთრებული რიტორიკა უარყოფითი, რომელიც ფაქტია, რომ გარკვეულწილად მუშაობს ხოლმე, იმიტომ რომ ყველა არჩევნებს ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში იგებს ქართული ოცნება. მე მაინტერესებთ ერთი რამე. აი სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში არის თუ არა მისი დისტანცირება ამ შემთხვევაში ქართული პოლიტიკიდან, როგორ იცით თქვენ და გაქვთ თუ არა მასთან დაუშვათ ხშირი ისეთი კომუნიკაცია? ხო, ნაციონალური მოძრაობის ბლოკმა, რომელიც ახლა უფრო ფართო იქნება, უფრო ძლავრი იქნება ეს სინერგია. აიღო 600,000 ხმა, ხო, პირველ ტურში. და თუ ჩვენ დავაკვირდებით დინამიკაში, ხო, ეს იყო მზარდი. ანუ მანამდე ჩვენ გაცილებით ნაკლები ხმა ავიღეთ, საიდან გავიზარდეთ, ხო? ანუ დავარწმუნეთ ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომ ჩვენ ერთის მხრივ შეცდომებზე ჭკუა ნასწავლი ხალხი ვართ, ეს ერთი და მეორე დავარწმუნეთ იმაში, რომ შეგვიძლია ბევრი სიკეთე მოვუტანოთ ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ხალხი არსებობს ქვეყანაში, ვისაც სჭირდება მეტი რწმენის გაღვივება და ამასაც საჭირო მუხჩაუხრელი შრომა. ეხლა რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ პროპორციულად ასოცირდება ამ ქვეყნის მოდერნიზაციასთან. ეს ასე არის, სახელმწიფო მოდერნიზდა ნაციონალური მოძრაობის ხელში. ვინც არ უნდა რა თქვას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, სახელმწიფო მოდერნიზდა. ამიტომ დიახაც, ხელისუფლებაში აღარ ვარ და 8 წლის განმავლობაში პარტიულ სამუშაოებში არის ჩართული. როდესაც პარტია არის ოპოზიციაში, პარტია ერთის მხრივ ჯანსაღდება, მეორეს მხრივ მეტი დრო აქვს ორი ანალიზის გაკეთებისა და არის უფრო მეტად შედუღაბებული, იმიტომ ეს არის ძალიან დიდი პარტია. ნიკა, არის ყოველდღიურად ჩართული მიხეილ სააკაშვილი? ვერ იქნება ყოველდღიურად ჩართული ქართულ პოლიტიკაში, იგი თავადაც ამას აღიარებს. მე მოვისმინე 2 დღის წინათაც, რომ მომისმინე ხა უდაოდ იყო ხო ეს მოცემულობა, როდესაც ამ ხოლმე ქვეყანაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შენ ასე ვთქვათ თანამდებობაზე დაგნიშნავენ და ელიან შენსგან წარმატებას და სწრაფ ეფექტს, რაც გაცილებით უფრო რთული იქნება იქ და მეტი შრომა დაჭირდება, ვიდრე საქართველოში იყო სიტუაციასთან დაკავშირებული 2003 წლიდან. ახლა ასეთ ვითარებაში, როდესაც ხარ ბუნებრივი ხა ორ ფრონტზე თანაბრად ვერ იქნები მომართული, მაგრამ დისტანცირებული ქართული პოლიტიკისგან ვერ იქნება. ვინც არ უნდა თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება დისტანცირებული ქართული პოლიტიკისგან მთლიანად, ეს არ იქნება უბრალოდ გულწრფელი ადამიანი და არც უნდა თქვენ თვითონ პარტია იზრდება, პარტიის მზარდობას განაპირობებს რამდენიმე ნიშანი, მათ შორის ერთი არის ახალი სახეები პარტიაში. ყავთ თქვენ ახალი სახეები პარტიაში? მე რაღაც უბრალოდ შეიძლება არ მახსენდება, ან აპირებთ თუ არა ყავდეთ და ეს არასწორი არის ზოგადად ახალი სახეები, რა თქმა უნდა, პარტიას ნებისმიერს ყოველთვის ყავს არჩევნებიდან არჩევნებამდე, ნებისმიერი პარტია დამისახელეთ და მე გეტყვით, ვინ არის იქ, ანუ ახალი კადრი და არ გვით ამ ახალი სახე, მაგრამ თავარია ახალი მიდგომა, თავარია ახალი ხედვა, თავარია არა, თვითკმარი პარტია ხართ, არ გჭირდებათ თქვენ რაღაც ახალი ძალა? მე ნაციონალურ მოძრაობას როდის შევუერთდი ხა, ხო? არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვინც ამ პარტიას შემოვერთა უკანასკნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა დონეზე. პარტია არ არის მარტო ის ადამიანი, არ არიან ის ადამიანები, ვინც ჩანან ტელეეკრანებზე. პარტია არის ძირითადად ის ადამიანები ასევე, ვინც არ ჩანს ტელეეკრანზე და მეწმუნეთ და მათი დამსახურება სწორად ოდესაც დრამატულად იზრდება ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერა, რომელიც ასევე ასახული არის კონკრეტულ პროცენტებში და ხარდაჭერაში და ეხლა ამაზე რომ ვსაუბრობ, თავდადებლობის გარშემო ვსაუბრობ, ამისთვის ვართ ჩვენ პოლიტიკაში, რომ მოვიპოვოთ საკმარისი რაოდენობის ხარდაჭერა, რომ მე ჩვენი პრინციპები, ჩვენი იდეები, ჩვენი გეგმები გავატაროთ რეალობაში.
ამას ვერ გააკეთებ თუ არ გაქვს საკმარისი ხარდაჭერა და ვიზრდებით მეწმუნეთ მნიშვნელოვნად 2018 წლის არჩევნები კიდევ ერთხელ საზოგადოებას 12% ჰქონდათ იმ კვლევაში, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა თუ კობახიძე საუბრობდა 2014 წელს საერთოდ არის მეორე ტური ნიკა, კარგი, დაუბრუნდეთ, მოდი საკონსტიტუციო ცვლილებებზეც მინდა მოვასწრო საუბარი. ალბათ ზურაბიშვილს ჰქონდა, მე მგონი 60% და ტელეკომპანია იმედი არა მხოლოდ უბრალოდ პარტიულ ინტერესებს ატარებს, მხოლოდ და მხოლოდ ატარებს ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესებს. მოდი თქვენ ინტერესებზე ვისაუბროთ და ვისაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. გონია რომ ბატონი ივანიშვილისთვის იგეგმება მხოლოდ და მხოლოდ გადაცემები ნებისმიერ იქნება ეს პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის. ბატონი ივანიშვილის ასე ვთქვათ გულის მოსაგებად კეთება იქ სიუჟეტები, სადაც ბატონი ლაშანაცუშვილია მაპატიეთ, იმიტომ რომ მე უხერხო მდგომარეობაში თქვენ არ ჩაგაკეთეთ, მე მგონია ის თქვენი კოლეგა არ არის. სადაც არ ვიცი იქ მე ნიკა ვალიაშვილია და ნიკა, კარგი, მოდი საქმეზე გადავიდეთ რა. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მინდა ვისაუბროთ, რომელიც უკვე უნდა დაიწყოს ეს განხილვები შემდეგ კვირაში. რა ბედი ელის და როგორია თქვენი დამოკიდებულება მაშინ, როდესაც ჯერ არ შესრულებულა ბოლომდე 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა არ არის გამოშვებული ციხიდან რა ხო წამოწდა ნიკა გიორგი რურუა არ არის ციხიდან გამოშვებული რას მოიმოქმედებთ თქვენ და გაქვთ თუ არა იმედი რომ შესაძლოა მოხდეს ისე რომ გამოუშვან გიორგი რურუაც როგორ გითხრათ იცით აი როგორ თქვენი გადაცემის სტუმარი ვარ მე დღეს ასევე ვარ დარწმუნებული რომ ბატონი გიორგი რურუა დატოვებს საპატიმროს ჩვენ გავიხსენ, უბრალოდ მე ძალიან უკვე ქართული ოცნების და თვითონვე რა გაძლევთ აი ამ დარწმუნების ის რომ ირაკლი და გიგი არიან გარეთ, ანუ გარეთ არიან. ეს ხომ მოხდა წარმოუდგენელი ზეწოლის შედეგად, ხომ? საზოგადოების საერთაშორისო ზეწოლა მათ შორის. მათ შორისია დიდწილად საერთაშორისო საზოგადოების ხარდაჭერის, ეხლა რო არა ქართული საზოგადოების ერთად ყოფნა გაუგონარი ჩემი აზრით აქამდე ერთობა რაც დაფიქსირდა კონკრეტული საკითხების გარშემო მათ შორის პოლიტპარტიებთან მიმართებაში ამ ყველაფერმა ჰპოვა მერე გამოხმაურება საერთაშორისო საზოგადოებაში იმ სახით რასახითაც ჰპოვა ხო ვერ გაუძლეს ამ ზეწოლას და გაათავისუფლეს ბატონები პოლიტიკური პატიმრები სანამ და მთელი საერთაშორისო საზოგადოება პრაქტიკულად არ ელაპარაკდა პოლიტპატიმრების არსებობაზე საქართველოში მანამდე არ გააღეს ციხის კარები ხო ახლა იგივე შეთანხმების ერთ-ერთი სუბიექტი გახავთ ბატონი გიორგი რურუა. მე უბრალოდ ლოგიკას ვერ ხედავ ეხლა ბიზინა ივანიშვილის კარზე. თუ კი ირაკლი ოქროშვილი და გიგი უგულავა ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს, ხო და ვიცით რომ გაათავისუფლოთ ბიზინა ივანიშვილმა, იმიტომ რომ შეეშინდა შეთანხმების ვერ აღსრულების, მაშინ გიორგი რურუას ციხეში დატოვებას, როდესაც იცი მოყვება შეთანხმების ვერ აღსრულება ოპოზიციასთან მინიმუმ ეს შეთანხმება ვერ იქნება დაცული, ამიტომ ჯერა რომ ბატონი რურუაც გათავისუფლდება კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას შევახსენოთ ზუსტად ისევე როგორც გათავისუფლდა ბატონი კოშაძე. ბატონი კოშაძე შეგახსენოთ ძვირფასო მაყურებლებო, გახლავთ ირაკლი ოქროაშვილის მეგობარი, რომელიც დააპატიმრეს, იარაღი ჩაუდეს, სანამ ირაკლი ოქროაშვილს დააპატიმრებდნენ, ხო? და გაათავისუფლეს. საპროცესო გააუფორმეს თუ არ შეთანხმება თუ არ ვწდები, ხო? ხო. მაგრამ ამას არ მოყვა დიდი რეზონანსი თავისუფლებას, იმიტომ რომ თავადვე იყვნენ ჩუმად ქართულ ოცნებაში. აღიარეს რეალურად რომ კაც ჩაუდეს იარაღი. გიორგი რურუასთან მიმართებაში ზუსტად იდენტური დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლება, ამიტომაც უწოდა მას ყველამ პოლიტიკური პატიმარი. უბრალოდ ეხლა გიორგი რურუას სახელი და გვარი გაცდა ქვეყნის ფარგლებს და ხდება სხვადასხვა ჩვენი პარტნიორების რურუას არ გათავისუფლების შემთხვევაში რომ ითხრათ ნიკა ბოლოსკენ უნდა წავიდე და ქართულ ოცნებას ძალიან ადამიანური ენით რა ვთქვათ ქართულ ოცნებას უბრალოდ ეშინია საკუთარი ჯერ კიდევ შემორჩენილი ხარდაჭერების ანუ აქტივისტების რომლებიც აი ეს ფეხით არიან არ ვიცი მე ჩაკუჭულები ან საბიუჯეტო ორგანიზაციებში არც კი ეტევიან იმდენი არიან არც გადიან სამსახურებში კი რაგამ დაიშალა ქართული ოცნება როგორც პარტია, როდესაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქროშვილი გამოვიდნენ. რატო იცით? იმიტომ რომ ხალხმა მათმა ხარდაჭერებმა, აქტივისტებმა დაინახეს ნიკა ეს ნიშნავს იმას, რომ გიორგი რურუას ესე იგი არ გამოუშვება. თუ ასე ეშინიათ საკუთარი მხარდამჭერების დაკარგვის, ხო? ამას ამბობთ. და ხო, მაგრამ მეორეს მხრივ, ეკა, თუ გიორგი რურუას არ უშვებს ბიძინა ივანიშვილი, ხო? დამიჯერეთ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქროაშვილის სასარგებლოდ და ხარდასაჭერად რა განცხადებებიც გავრცელდა აი მონაგონი იქნება ქართული ოცნებისთვის
მთელი ცივილიზებული სამყაროს მასშტაბით იქნება ადეკვატური გამოხმაურება. ეს იცის ბიძინა ივანიშვილმა, უბრალოდ ეხლა ეძებს შესაბამის მომენტს ჩვენ ნიშანსაც არ უგებ. მოდი, ბოლოსკენ უნდა წავიდე ეხლა. სხვა გზა არ ექნება, დამიჯერეთ. უნდა გამოუშვა. ნუ შეეშინდება იმ, არ ვიცი მე, დიდუბის რაიონის პარტიის თავმჯდომარის, რომ მე ის დიდუბის პარტიის ქართული ოცნების რაიონული თავმჯდომარე შეაგინეს ბიძინა ივანიშვილს, რომ თუ დაჭერა თუ დაჭერა არ შეგიძლია რა გამოხმაურება უკვე ძალიან მძიმე ვითარება როგორც ხედავდა რატო იჭერო საერთოდ ამაზე ეუბნებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები ჩამოინგრნენ კინა ნიკა მოდი და მინდა ერთი ფრაზი დავასრულო თავარი ზიანი სადმე იყო ბიძინა ივანიშვილმა ნუ ეს ჩემი ბრალი არ არის და არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ბრალი არ არის თვითონ აღმოჩნდა ამ ვითარების ტყვეობაში სადმე იყო და რეალურად ქართულ ოცნებაში ყველა დარწმუნდა რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა წააქეზოს საკუთარი გუნდის წევრები წააქეზოს ჩაადენიოს დანაშაული და ბოლო მომენტში მან ბიძინა ივანიშვილმა მუხრუჭი გამოიყენოს მაგრამ თვითონ კი გადარჩევა სხვები გადასვლდებიან ასეთი ზიანი მიაყენებია თალაკვაძეს ყობახიძეს ყველა მოლაპარაკე თავს რომლებიც გულზე ჯიღის ცემით რას ამტკიცებდნენ რომ პოლიტიკური პატიმარი არ ყავს ბოლო კითხვაზე მიპასუხებ მოხერხდება თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციაში მაჟორიტარებზე შეთანხმება მაშინ როდესაც უკვე ლელომ მაგალითად განაცხადა რომ ისინი საკუთარ კანდიდატებს დააყენებენ ყველა ოლქში ერთობა ძალიან დიდი საქმე გააკეთა ჩემის აზრით უკვე კონკრეტული საკითხების გარშემო ერთობას გულისხმობ. ერთი ის რომ ჩვენ მეტნაკლებად სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაახლოებული სისტემა მოვიპოვეთ. კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა რომ თლიანად პროპორციული ყოფილიყო, მაგრამ ეს დროის ამოვიდა, მაგრამ რა თქმა უნდა ჯობია 120-30 პროპორცია ვიდრე 70-70 და იმედია რომ ხელისუფლება არ გაგიჟდება და ამ გადაწყვეტილებას აღასრულებს, რომელიც იქნა მიღებული ხალხის სახელით და არა ბიძინა ივანიშვილის სურვილით, მინდა მას ხაზი გაუსვა. ამიტომ ეხა ამან ერთობამ მოიტანა ეს კონკრეტული შედეგი, პოლიტიკური პატიმრები გამოსულებიან ნაწილი და გამოვლენ დანარჩენები, დარწმუნებული ესეც ერთობის დამსახურება. იდეალური იქნება თუ ჩვენ ოპოზიციური პარტიები შევთანხმდებით, რა თქმა უნდა, სხვა ოლქებზე საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე მაგრამ ბუნებრივია არსებობენ პარტიები, რომლებსაც სხვა სტრატეგია აქვს. მაგალითად, პოლიტიკური პარტია ლელო, ხო, ის ამბობს, რომ მე დამოუკიდებლად არ დაგაზიანებთ ეს თქვენ? ვიზაზე რა. სხვა დანარჩენები შეთანხმდებით მაჟორიტარს. ლელო განაცხადებს, თუ ლელო აღმოჩნდება მძიმე მდგომარეობაში, იცით რა შემთხვევაში? თუ კი არ იტყვის, რომ მეორე ტურებში გასულ კანდიდატებს ხარს დაუჭერს. აი მე ვეუბნებით, თუ პოლიტიკური პარტია გინდ ლელო იყოს, გინდ ნაციონალ მოძრაობა, ნებისმიერი სხვა, არ განაცხადებს, რომ მეორე ტურში გასულ ხო ამბობს პოლიტიკური პარტია ლელო, რომ მე ჩემით მიდვარო, რა თქმა უნდა, ბედნიერი მგზავრობა, წარმატებებს უსურვებ და ჩვეულებრივია ვასპარეზობთ ჩვენ პოლიტიკაში არჩევნებში იმისათვის, რომ ვეცადოთ ჩვენ საუკეთესო შედეგის მიღწევას. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი სადღაც ლელო გავიდა მეორე ტურში და სადღაც გავიდა სხვა პარტიის წარმომადგენელი, ჩვენ მაგალითად მე დღესვე ვამბობ და საჭირო დღესაც ვიტყვით. ხარს დაუჭერთ ყველა პარტიას, მათ შორის ლელოს წარმომადგენელს თუ კი მეორე ტურში. მაგრამ ლელომაც უნდა თქვას. აი უნდა თქვას მაგალითად ბატონმა ხაზარაძემ, ბატონმა უსუფაშვილმა, ბატონმა ჯაფარიძემ, რომ ისინი ხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ყველა კანდიდატს. ნახავ, მე ამ კითხვას აუცილებლად დაუსვავ ხაზარაძესაც, ჯაფარიძესაც და ლელოს პაწევრებსაც. იმედია მომეცემა ამის საშუალება. ეს დისონანსი შემოვიტანს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში მოიძებნება, რომელიც ეჭვის თვალით შეხედავს ამ პროცესს. თუ კი რომელიმე პარტია ხარს არ უჭერს სხვა პარტიის წარმომადგენელს გასულ მეორე ტურში. შევთანხმდებით ჩვენ მაგალითად პირობითად ქუთაისში, სამგორში, ისანში ერთიან კანდიდატზე. ამას რა ჯობია? თუ ვერ შევთანხმდებით, ამაშიც ვერ ხედავ ტრაგედიას. ოღონდ წინაპირობა უნდა იყოს, რომ ყველა მეორე ტურში გასული კანდიდატი მიიღებს ხარდაჭერას სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. თუ ამასაც არ იტყვიან, ჩვენ კიდე გვექნება საშუალება და უფრო ვცლად ვისაუბრებთ ამაზე ყველაფერზე. თუ ამასაც დავასრულებ. ამაშიც ვერ ხედავ პრობლემას. იცით რატომ? იმიტომ რომ აი თუ გავიდა მაგალითად როგორ გითხრათ, აი მაგალითად ევროპული საქართველოს რომელიმე კანდიდატი მეორე ტურში, ხო? საერთოდაც რომ არ ვთქვა მე, რომ ნაციონალ მოძრაობა ჯეთიც უბრალოდ დაიფაროს ეს რომ არ ვთქვა.
ხომ აუცილებლად ვიტყვი და ხარს დავუჭეთ ნებისმიერ ოპოზიციური პარტიის კანდიდატს მეორე ტურში გადასვლას. ეს ამორჩეველი, სანამ გამოწვეული კი არ ყავს ჩვენ. მილიონზე მეტი ადამიანია, ვისაც აქვს ერთადერთი სურვილი, ბიზინა ივანიშვილი დამარცხდეს. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი უნდა შემოვიყვანო ახლა ეთერში და არ მინდა რომ იმას უფრო ცოტა დრო დავუტოვო ვიდრე თქვენ. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა. უნდა დაგემშვიდობოთ. კარგად იყავი, ესე დავემშვიდობოთ ჩვენს ერთმანეთს. აუცილებლად შევხვდებით კიდე ეთერში. შეგიძლია რა თქმა უნდა ადრე, იმიტომ რომ დავით ბაქრაძე უკვე მზად არის რომ შემოგვიერთდეს ეთერში.